ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედავანში მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა. 200-მდე მოსწავლეს საშუალო განათლების მიღებას ამორტიზებული ნაგებობის ნაცვლად ამიერიდან კეთილმოწყობილ შენობაში შეძლებს. სკოლის მშენებლობა განათლების სამინისტროს ინიციატივით გასული წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებისთვის 1.300.000 ლარი დაიხარჯა. ახალ შენობაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს განათლების მინისტრის მოადგილემ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა. განსაკუთრებული ზეიმია ზემოვანში, რამდენადაც ფაქტიურად 30 წლის ლოდინის შემდეგ აქ აშენდა ახალი სკოლა, რომელსაც სულ რაღაც 10 თვის წინ ჩაეყარა საფუძველი. დაჩქარებულ ტემპში ჩვენ მივიღეთ სრულიად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია ექიმის კაბინეტით, ბიბლიოთეკით, კომპიუტერული კლასით, მივიღეთ კეთილმოწყობილი სასწავლო გარემო და რაც მთავარია მოტივირებული მოსწავლეები, რომლებიც აღფრთოვანებული არიან ახალი შენობით. ზედავანში ასევე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე. დეპუტატმა სახელმწიფოს მხრიდან განათლების სფეროს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს არის ვანის რაიონში მეორე საშუალო სკოლა, ეს არის ახალი სკოლა აშენებული და მიქელეფონის საჯარო სკოლა, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა და ჩვენმა ხელისუფლებამ აღადგინა და ეს ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ არის დასტური სახელმწიფოს ზრუნვისა. აქ ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი გამგეობა, სამხარეო ადმინისტრაცია კონსოლიდირებული და შეთანხმებული მოქმედებით და შედეგის ახერხებია დღეს. განათლების მინისტრის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღესვე ვანის მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე სკოლას ესტუმრა. ვანის რაიონის მოსახლეობა. ზედავანის საშუალო სკოლის მოსწავლეებს სრულიად საქართველოს ახალი 2020 წლის სასწავლო წლის დაწყებას უსურვებ ყველა ბავშვს წარმატებებს, უსურვებ ისეთ სკოლებში სწავლას, როგორც ჩვენი საჯარო სკოლა არის ზედავანის. დღესვე შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში მოქმედ პედაგოგებთან გაიმართა. მათ ინფორმაცია განათლების სფეროში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიაწოდეს.